ლუკას სახარებამ მოგვითხრა ესეთი ისტორია, რომელიც ერთ-ერთი დიდი სასწაული, რომელიც აღასრულა იესო ქრისტემ. როდესაც მიახლა იერიქონს და ვიცით რომ მრავალი ადამიანი მას ათასობით ადამიანი დაყებოდა, ბრმას რომელსაც მოესმა ხმაური იკითხა ვინ მოდის, რა ხდება, მათ უპასუხეს რომ იესო ქრისტე მოდის. რა თქმა უნდა მას ჰქონდა გაგონილი იესო ქრისტეს სასწაულთ ქმედების შესახებ, რომ მრავალ სასწაულს ახდენდა და მრავალ სნეულებს კურნავდა. ამიტომ აღემართა და ხმამაღლა დაიწყო ღაღადისი. იესო ძეო დავითისო შემიწყალე მე. ხოლო მის ირგვლივ მყოფები რისხვიდეს მას, ანუ აჩუმებდნენ, რომ დადუმებულიყო, მაგრამ იგი უფრო მეტად ღაღადებდა და ამბობდა იესო ძეო დავითისო შემიწყალე მე. ამით გამოხატა მან, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, გამარტებელი სახარების შემიწყალე უკვე ეს არის აღმატებული ადამიანზე. ანუ მას ჰქონდა აღმატებული წარმოდგენა ვიდრე ადამიანია. იგი ფიქრობდა რომ იესო ქრისტე არის მესია, ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომაც გაჩერდა უფალი და მოუწოდა ბრმას და ჰკითხა რა გინდა რომ გიყო შენ. რა თქმა უნდა მან იცოდაო რაც უნდოდა ბრმას, მაგრამ იქ მყოფთათვის რომ შემდგომში ცილის წამება არ გავრცელებულიყო. მაგალითად ითხოვდა ფულს და მან მისცა სხვა რამე თავის გამოსაჩენათო. ანუ აი ესეთი უკეთური ცილის წამებებით შეიძლებოდა ვიღაცას წარმოეთქვა. ამიტომაც ეკითხება რა გინდა რომ გიყო შენ. და მან უთხრა თვალების ახელა და აღიხილე. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და აიხილა თვალები. არცეთ წინასწარმეტყველს არ უთქვამს მსგავსი რამე. ილიამაც აღადგინა მიცვალებული, დიდი სასწაული მოახდინა ელისემაც, მაგრამ ისინი ლოცულობდნენ ღვთის მიმართ, რომ ღმერთს აღესრულებინა სასწაული. ხოლო უფალი თავისი ხელმწიფებით იქმოდა ამას, აღიხილენ და აეხილა თვალი. ამდენად გვასწავლის ჩვენ, რომ უფლის მიმართ ღაღადისი, როდესაც ადამიანი არ დადუმდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოროტის სულები გვადუმებენ, უნდათ ჩვენი დადუმება და არ უნდათ რომ ღვთის წინაშე ვილოცოთ, თუ კი აი ამ ბრმას დავემსგავსებით, აუცილებლად მივიღებთ სარგებელს. იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ კი ნეტარი დავითი, რომელიც მეფე იყო, ურიცხ საზრუნავში დანთქმული და ყოველ მხრივ გართული, ღვთის წინაშე დღეში 7 ჯერ ლოცულობდა. მაშინ ჩვენ რა გამართლება და რა შენდობა შეიძლება გქონდეს, რომლებსაც ამდენი თავისუფალი დრო გვაქვს და ღვთის მიმართ გამუდმებით არ ლოცულობთ. იმის მიუხედავადაც კი, რომ შეგიძლია უდიდესი სარგებელი მივიღოთ. შეუძლებელია, ჭეშმარიტად შეუძლებელი, რომ ადამიანი, რომელიც სათანადო გულმოდგინებით ლოცულობს და გამუდმებით ღმერთს მოუხმობს, ოდესმე ცოდვით დაეცეს. ვინც გონება აღანთო, სული აღძრა, ზეცად გადასახლდა და თავისუფალს ამგვარად მოუწოდა. ვინც თავისი ცოდვები გაიხსენა, მას მათი შენდობისათვის ესაუბრება და ევედრება მოწყალე და შეღავათიანი იყოს. ის ვინც ღმერთთან ასეთ საუბარს ეძლევა, ყოველგვარ ყოფით ზრუნვას დებს, ფრთას ისხამს და ადამიანურ ვნებებზე მაღლდება. ნაკადულები ისია რაყვავებს ბაღებს, როგორც ცრემლის ნაკადები, რომლებიც ლოცვის ხეს რწყავს. მას უდიდეს სიმაღლეზე აღმართავს და ლოცველს ღვთის წინაშე აყენებს. შესმენაც ყველაზე მეტად სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მართლაც, ვისი სხეულიც მაშინ მიწაზეა განფენილი,
ხოლო ბაგეები სიტყვებს უაზრო წარმოთქვამს და სული ყველგან დაეხეტება შინ და მოედანზე განამას შეუძლია თქვას რომ ღვთის წინაშე ლოცულობს უფლის წინაშე ის ლოცულობს ვინც სული სავსებით მოიკრიბა და მიწასთან საერთო არაფერი აქვს არამედ ზეცად გადასახლდა და სულისგან ყოველგვარი ადამიანური გული სიტყვა განიდევნა მლოცველი ისე უნდა ლოცულობდეს რომ გონება სრულებით მოიკრიბოს და დაძაბოს და ღმერთს მწუხარე სულით უხმობდეს სიტყვებს ამაოდ არ ამრავლებდეს და ლოცვას არ ავრცობდეს არამედ მცირეოდენ და უბრალო სიტყვებს წარმოთქვამდეს იმიტომ რომ შესმენა სიტყვათა სიმრავლეზე კი არა არამედ სულის სიფხიზლეზეა დამოკიდებული და ამის დანახვა ანას სამუელის დედის მაგალითზე შეიძლება სახელდობრ იგი ამბობს უფალო ღმერთო უკეთო ხილვით მომხედო მხეველსა შენსა და მცე მკვიდრი მამაკაცი ანუ შვილი მომცეო განგიკუთნო იგი შენ წინაშე მსახურად აღთქმისად დღედმდე სიკვდილისა მისისა ღვინოი და მთვრალობისაი გემოივე არა იხილოს და ღვინოი და სათრობელი არა სვას და რკინაი არა აღვიდეს თავსა მისა ანუ აღუთქვა ღმერთს აღთქმა დადო რომ მათრობელა სასმელს არ დალევსო და მაკრატელი არ შეეხებაო თავის თმას შენ მოგიზღვნიო მას შენთან მოვიყვან ტაძარში და შენი მსახური იქნებაო განა აქ ბევრი სიტყვაა წარმოთქმული მაგრამ ვინაიდან მან ეს სიტყვა ყურადღებითა და სიფხიზლით აღასრულა ამიტომ ყველაფერს მიაღწია რაც სურდა წამხდარი ბუნებაც გამოისწორა დახშული საშოც გაიხსნა და თავიც უდიდეს სათნოებამდე მიიყვანა როცა უნაყოფო ქვაზე მწიფე თავთავი მომკა ამგვარად მლოცველს მართებს არ სიტყვა უხვობდეს და თან გამუდმებით ლოცულობდეს მოკლე და ხშირი ლოცვების მცირე შუალედებით აღსრულებას ქრისტეც და პავლეც გვასწავლიდნენ თუ კი სიტყვებს განავრცობდა ამას იშვიათად და უყურადღებოდ გააკეთებ აი მაგალითად ლოცულობთ ჩვენ დილით საღამოთი შუალედში საერთოდ ღმერთი არ გვახსოვს მაშინ ეშმაკს დიდ თავისუფლებას მისცემ მოგიახლოვდეს ხრიკები მოგიწყოს და წარმოთქმული სიტყვებიდან ფიქრი გადაგატანინოს ხოლო თუ კი გამუდმებულ ლოცვებს აღავლენ მათ ხშირ გამეორებებში მუდამ იმეცადინებ მაშინ ყურადღების შენარჩუნებას იოლად შეძლებ და ლოცვებსაც დიდი სიფხიზლით შეასრულებ ქსურს გაიგო რა არის მღვიძარება სიფხიზლე და დაჟინებული ლოცვა მიდი ანასთან გაიგე რაქნა ნათქვამია რომ ყველანი სუფრიდან წამოდგნენ და იგი მაშინვე ძილსა და მოსვენებას კი არ მისცემია რის გამოც ასე მგონია სუფრასთან მჯდომარეც თავშეკავებული იყო და რაღაც კერძები თავს არ იმძიმებდა თორემ ასეთ ცრემლებს ვერ დაღვრიდა მართლაც თუ კი ჩვენ ვიც მარხულობთ და საკვებისაგან თავს ვიკავებთ ასე ლოცვას ძლივს ვახერხებთ ან უკეთ რომ თქვათ ასე არასდროს ლოცულობთ მაშინ მით უმეტეს იგი ვერ შეძლებდა ასე ელოცა სუფრის შემდეგ თუ კი სუფრასთან მარხველებს არ მიემსგავსებოდა მას შეგვრცხვეთ კაცებო და ქალებო ჩვენ რომლებიც სასუფეველისთვის ვლოცულობთ და თვლემარეულნი ვამთქნარებთ შეგვრცხვეს იმ ქალისა რომელიც ძეს ითხოვდა და ტიროდა მის ღვთისმოსაობას სხვა მხრივას დაუკვირდი ბაგენი მისნი ოდენ იზროდეს ნათქვამია ხოლო ხმა იმისი არა ისმოდა ანუ ჩურჩულით ლოცულობდა
ასე მიახლება ღმერთს ის, ვისაც რამის მიღება სურს. ზმორებისა და მტკნარების გარეშე, თვლემარების გარეშე, ქექვის გარეშე, დაუდევრობის გარეშე. განა ღმერთს არ შეეძლო ულოცველადაც მიეცა. განა მან ქალის სურვილი თხოვნამდეც არ იცოდა, მაგრამ მას რომ თხოვნამდე მიეცა, მაშინ ქალის გულმოდგინება არ გამომჟღავდებოდა. მისი სათნოება არ გამოჩნდებოდა და იგი ამის გამო ასეთ ჯილდოსაც არ მოიხვეჭდა. მაგრამ ქალის სიბრძნესაც შევხედოთ. როცა მღვდელმა ელიმ იგი მთვრალად მიიჩნია, ნახე მას რას ეუბნება. ხოლო შენ ნუ ეგრეთ გგონიეს მხევალი შენი, ვითარცა დედაკაცი ერთი ასულთაგანი უღირსთაი. რამე თუ სიმრავლითა ურვათა ჩემთაითა ვიტყოდი აქამომდე. ანუ ელი მღვდელმთავარმა მიიჩნია, რომ მთვრალი არისო, რადგანაც ჩურჩულით ლოცულობდა. მაგრამ მან ეს სიტყვები უთხრა, არა ვარო ის უღირსი დედაკაცთაგანი, არამედ ჩემი წუხილი მაქვს, რომლითაც მე ღმერთს მოუხმობ და შევღაღადებ მას. ეს ჭეშმარიტად შემოსრული გულის საქმეა, როცა ჩვენ შეურაცხყოფლებზე არ ვბრაზობთ და არ ვღიზიანდებით, არამედ თავსაც კი ვიმართლებთ. ჭეშმარიტად არაფერი ისე არ აბრძენებს გულს, როგორც ღვთის გამო დარდიდა ნაღველი. ამგვარად ჩვენ ტრაპეზის დასაწყისშიც და ბოლოშიც ღმერთს უნდა ვმადლობდეთ. ვინც თავის საამისოდ მოიმზადა, ის არასდროს არ ჩავარდება ლოთობასა და უწესობაში. გაძღომის შედეგებს არასდროს გამოცდის, არამედ ლოცვის მოლოდინში გულის სიტყვებს, როგორც აღვირით, ისე შეაკავებს. ყველაფერს, რაც შეთავაზებულია, სათანადო ზომით გამოიყენებს და ამით სულსაც და სხეულსაც უდიდეს სიკეთეს მოუტანს. სუფრა, რომელიც ლოცვით ვიწყებთ და ლოცვითვე ვამთავრებთ, არასდროს მწირი არ გახდება, არამედ ყველა სიკეთეს წყაროზე უხვად მოგვიტანს. მაშ ასეთ სარგებელს ნუ უგულებელყოფთ. უცნაურია, რომ ჩვენი მსახურები, როცა სუფრიდან ჩვენგან რამეს იღებენ, მადლობას გვიხდიან და კეთილი სიტყვით გვცილდებიან. ჩვენ კი ასეთი დიდი სიკეთეებით ვტკბებით და ღმერთს ასეთ პატივსაც არ მივაგებთ. როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო საქმეებში ბევრი რამ ჩვენს მოლოდინს სწორედ იმიტომ არ ამართლებს, რომ ჩვენ ჯერ ყოფით საქმეებზე ვზრუნავთ, შემდეგ კი ყოფითზე. ნუ თუ შენ არ იცი, რომ ღვთის თაყვანის საცემად თუ მოხვალ და აქაურ საეკლესიო საქმიანობაში მიიღებ მონაწილეობას, მაშინ ცხოვრებისეული საქმეები უფრო გაგიადვილდება. და ზოგი პირიქით აკეთებს ამას. ანუ პირველ რიგში ტრაპეზის, ანუ საზრდელის მიღების წინ და შემდეგაც ლოცვა, ეს არის აუცილებელი რამ. რომ ბარაქა ყოველთვის იყოს, ანუ ღვთის მადლი, საზრდელი ყოველთვის იყოს შენს ოჯახში და არასდროს არ მოგაკლდეს და უმთავრესი რაც არის, ცოდვას რომ განერიდოს ადამიანი, რადგანაც ლოცვით იწმინდება საზრდელი და იკურთხება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. და მეორე საკითხი კიდე, როდესაც ვფიქრობთ, რომ იცით რა, ჯერ ბაზარში წავიდეთ, ან რაღაც საყიდელი გვაქვს და მერე უნდა თქვათ მივიდეთ ეკლესიაში და მოვდივართ ხოლმე, თქვათ ღამი უпроსორად დილის 11 საათზე, როდესაც 8 საათზე იწყება და უკვე მთავრდება წირვა, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ, რადგანაც ღმერთი შენით არის შეურაცხყოფილი. ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ქორწილი ჰქონდა, წარმოიდგინეთ, ქორწილი ჰქონდა, ჯვარი უნდა დაეწერა 3 საათზე,
მან გადაწყვიტა, რომ 12 საათამდე ტაძარში მისულიყო, იქ ზიარებულიყო და ამის შემდეგ მოეგვარებინა დანარჩენი საქმეები, რომელიც უხვად იყო და არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მოეგვარებინა, როგორ მოგვარდებოდა. ღმერთს მიანდო ყოველივე. და ისეთი სასაული მოხდა, რომ ამინდიც უჩვეულო იყო ნოემბრის ბოლოს. გაზაფხულივით ამინდი თბილი და ყველაფერი ისე წარიმართა, რასაც ადამიანი წინასწარ ვერ დაგეგმავს, ვერც კი გაიფიქრებს, რადგანაც ღვთის ხელი ერია ამაში. ამიტომ მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოსო შენ, წერია წმინდა წერილში. მაგრამ ვამბობთ ჩვენ, რომ ყოფითი საზრუნავები გვაქვს. სწორედ მათ გამო მოდი, რომ აქ ყოფნით ღვთის კეთილ მოსურნეობა მიიზიდო და უსაფრთხოდ გახვიდე, რათა მოკავშირედ ღმერთი ყავდეს, რათა ზეციერი ხელის დახმარებით დემონებისათვის დაუძლეველი გახდე. აქ მოდი ეკლესიაში ჯერ. თუ სულიერ ლოცვებს შეუერთდები, თუ კი საერთო ლოცვას გაიზიარებ, თუ კი ღვთის შეწევნას მოიზიდავ, თუ კი აქედან მისი იარაღით მოზღუდული გახვალ, მაშინ შენს შეხედვას ვერც თვით ეშმაკი, ვერც ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაგჩაგრონ და ცილი დაგწამონ, უკვე ვეღარ გაბედავენ. ხოლო თუ შინიდან მოედანზე გახვალ და აღმოჩნდება, რომ ეს იარაღი არ გაგაჩნია, მაშინ ყველა მოძალადე იოლად დაგჯაბნის. ნურავინ მეტყვის, რომ შეუძლებელია საერო ადამიანისთვის, რომელიც სამსახურით არის დაკავებული, დღისით გამუდმებით ლოცვა და ეკლესიაში სირბილი. შესაძლებელია და ძალიანაც იოლად. და ბოლოს, მაშ იმის თქმით თავს ნუ გავიმართლებთ, რომ ლოცვა ადვილი არ არის ადამიანისთვის, რომელიც ყოფითი საქმეებით არის დატვირთული და ახლომახლოს სალოცავ სახლს ვერ პოულობს. სადაც არ უნდა იყო, შეგიძლია საკუთარი საკურთხეველი დადგა. ამას ოდნავაც არ შეუშლის ხელს, არც ადგილი და არც დრო არ დააბრკოლებს მას. როცა განსასწრელი გეწევა, ღმერთს მიმართე, მეუფეს უხმე, განა იგი ადამიანია, რომ რომელიმე ადგილას მიხვიდე. ღმერთი ყოველთვის ახლოა. ღაღადებდე და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყვადმდე შენ და ქრქვას აქა ვარ. ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. შენ ლოცვა ჯერაც არ დაგიმთავრებია, ის კი უკვე წამალს გაძლევს. თუ სული უწესოვნებებისგან სუფთა გაქვს, მაშინ გინდაც მოედანზე იყო, ან გზაში, ან სასამართლოში, ან ზღვაზე, ან სასტუმროში, ან და სახელოსნოში, სადაც არ უნდა იყო. შეგიძლია ღმერთს მოუხმო და მიიღო ის, რაც ითხოვე. მაშ შენი ნამდვილი მტერი რატომ მიგიტოვებია და საკუთარ ასოებს რატომ იგლეჩ? ამგვარად საყვარლებო, რადგან ეს ვიცით, შევეცადოთ უფლის მცნებებისა და ნების თანახმად მოვიქცეთ, რათა ცათა სასუფეოს ვეწიოთ. მადლითა და გასთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომოსა მამისა და სულისა წმინისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასკვნა ერთია, რომ ლოცვა ადამიანებს ისევე გვჭირდება ჩვენ, როგორც ხეს ჭირდება წყალი. წყლის გარეშე ხე ხმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. ასევე ადამიანიც, რომელიც არ ლოცულობს, ნაყოფს ვერ გამოიღებს, გახმება და მას ცეცხლში დაწვავენ. რატომ? იმიტომ, რომ ლოცვითი შემწეობის გარეშე ადამიანები
აღმოჩნდებიან ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც ურიცხ ცოდვებში ჩაგვაგდებს. ამიტომაც ვეცადოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი და ვლოცულობდეთ მუშაობის დროსაც უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. აი ამის გამეორებით ბოროტი სული გარბის შენგან, მას განდევნი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღვთის სახელი არ დაგვევიწყებინოს ჩვენ და სასიკეთოდ. დაივიწყებ, დაზარავდები, დაზიანდები და სულს დაიმახინჯებ. არ დაივიწყებ, იქნები ყოველთვის გამშვენებული და დაცული ბოროტის სულებისაგან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკუთხოთ.